ეს არის კიბის უჯრედი, საიდანაც ამოვდივართ და მოწყობილი არის, გაკეთებული არის კიბის უჯრედი. გალისილი არის. მოკლედ აქედან აივანზე გასახედიც არის თითოეულ კიბის უჯრედში. შეგიძლია გახვიდეთ აივანზე. აი ეს კარები. ეს უკვე ეს არის, რა ქვია, ლიფტის უჯრედი, ორი ლიფტი არის დამონტაჟებული. აქედან უკვე შევდივართ უშუალოდ ბინაში. კინის კარები არის საკმაოდ ისეთი კარგი. ეს შემოსასვლელი ნაწილი, სადაც ესე ვთქვათ, აი კარადა დაიდგმება. შემოსასვლელის კარადა, ეს გაყვანილობა არის, რომელიც ჩვენს გემოზე გვაქვს, აქ ყველა გაყვანილობის თავია თავმოყრილი. ინდივიდუალურად მივიყვანეთ თითოეულ წერტილთან ევროსტანდარტის შესაბამისად კაბელი თვითონ შევცვალეთ საკაბელის არ არის, თურქული მაღალი ხარისხის ხისტი კაბელი არის. მოკლედ ინტერნეტ კაბელი კიდე ავსტრიული არის, ცალკე ჩადებული, ესეც მაღალ ხარისხიანი. თვითონ ბინაში რაც არის, გალისილი არის, ესე რომ ვთქვათ, იატაკი, მოჭიმული იატაკი არის, გათბობის წერტილები დატოვებულია, რა თქმა უნდა, ეს ლივინგის ოთახი არის, რომელსაც დიდი ვიტრაჟი აქვს, სამხრეთის ხარეს იყურება, ძალიან ნათელი, თვითონ ვიტრაჟები, ფანჯრები არის ალუმინის, ფერადი ალუმინის. აივანი გალესილი არის მიუხედნური ლესვით. ესეთი ხედი გვეხსნება აივნიდან. წმინდის ხედი არის და ხედი არის ასევე ცენტრალ პარკზე, იპოდრომზე. აქ ვაკის ხედია, ვაკის საბურთალოს კვეთაზე არის თვითონ მინა თამარაშვილზე და მოკლედ ეს აქ სადაც უნდა იყოს გათბობის წერტილი და კარადა, მოკლედ და მე-15 სართულია, 23 სართულიან კორპუსში და მაგის აღნიშნულია ის. აი ეს შუშის არის, ეხლა ცოტა დასურილია, ესე რომ ვთქვა, მეტლახით დაგებულია და საკმაოდ კარგი, უბრალოდ მოსაწმენდი არის და ნუ ხიბლი რაც მე ძალიან მომწონს არის სივრცე, წინ არაფერი არ გვეფარება და საკმაოდ ისე კარგად ჩანს. ეს არის, როგორც გითხარით, ყოველდღიური ოთახი. ამ ნაწილზე უნდა განთავსდეს სამზარეულო. ესე არის დაგეგმილი და დანარჩენი მოკლედ არის ყოველდღიურად მოსახმარისი სივრცე. ეხლა გადავიდეთ აბაზანაზე, სველ წერტილზე, რომელიც 7 კვადრატია და ყველაფერი არის გათვლილი, ეტევა როგორც რაკოვინა, უნიტაზი, დუშკაბინა და ჯაკუზიც, ვანა, რომელიც გნებავთ და ფანჯარა, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან დადებითია. იშვიათად არის ხოლმე სველ წერტილში ფანჯრები. ხედიც იგივე, ასე ვთქვათ, სამხრეთის ხედი არის ფანჯრიდანაც. ამის შემდეგ გადავიდეთ საძინებელში. ეს საძინებელი არის დაახლოებით 10 კვადრატი, პატარა საძინებელია, გნებავთ საბავშვო საძინებელი და არქვით და მე პირადად კაბინეტად მსურდა რომ გამეკეთებინა, იმიტომ რომ დღევანდელ სამუშაო რეჟიმში ონლაინ შრომას გულისხმობ და ისედაც ზოგადად კაბინეტი გამოსაყენებელია, თუ არა საბავშვო საძინებელი შეიძლება ესეც ნათელია, იგივე ხედით არის, ფანჯარა აქვს, ყველაფერი რაც ჭირდება. აი ეს არის ძირითადი საძინებელი, რომელიც 14 კვადრატია დაახლოებით. მასაც აქვს პატარა აივანი. ისიც ასევე ძირს მეტლახია დაგებული, გალისილია ხენური ლესვით.
რაღაც ნაწილზე აქეთ ხარ ეს არის არქის ბინა. ჩვენი ბინა არის გუმბათი. გუმბათის დეველოპერების მიერ აშენებული. და ეს იგივე სამხრეთ-აღმოსავლეთის ხედი, რომელიც აქედანაც ასე ვთქვათ იხსნება, პატარა აივანია, სადაც შეიძლება რომ ყავა მიირთვა, ჩამოჯდა პატარა სკამი ან მაგი და დადგა და მოკლედ ეს არის ჩვენი ბინის აღწერილობა. ვინც დაინტერესდებით, შეგიძლიათ დამირეკოთ ამ მშვიდობაში და ბედნიერებაში და სიკეთეში შეიძინოთ და მოიხმაროთ ეს ბინა.